გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე, გამოშვებაში ნახავთ. შიო მესამე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მსოფლიოდან მილოცვებს იღებს. შეტევა პატრიარქსა და ეკლესიაზე, მმართველი გუნდი ამ კამპანიას ანტიეროვნული საქმიანობის გაგრძელება დაფასებს. შიო მესამე საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი ჰყავს აღსაყდრების საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა, რომელიც წმინდა სინოდის წევრებმა და სხვა სასულიერო პირებმა აღასრულეს. საზეიმო ლიტურგიის დროს პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები, კერძოდ საპატრიარქო მიტრა, ასევე კუნკულ ბარტყული, ანუ თავსაბურავი, ჯვარპანაღია და კვერთხი. პატრიარქის აღსაყდრების ძირითადი ნაწილის დასასრულს ახლად არჩეულ პატრიარქ შიო მესამეს დაადგეს უძველესი საპატრიარქო მიტრა. წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში და ტაძრის ეზოში შეკრებილ მრევლს პატრიარქმა ქადაგებით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს და სამღვდელო დასს ნდობისა და სიყვარულისთვის. საუკუნეებია იღწვის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება ჩვენი ქვეყანა. კარგავს ძვირფას მამულიშვილებს, მაგრამ კვლავ მრავლდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება. რადგან მოციქული ზღვაწლით განათლებულმა თავის გულში ღრმად დაიმარხა, უფლის სიტყვა და უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს. 1700 წლის წინ ჩვენმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული ეკლესია იქცა ერთობის, თვითმყოფადობის, სულიერი და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ბურჯად. თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ადამიანთა გულები გაუცხოვებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის წყემსთავრობის ტვირთი. რთულია სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად ღირსეულად გაუმკლავდე ამასოფლის გამოწვევებს. მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა და ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დაუცდით მოყვასის მოსვლას. ტაძრის კედლებს მიღმაც შევეკბოთ ჩვენ სულიერ შვილებს, რომლებიც ვინიცის უძღებ შვილთა მსგავსად ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული, ჩვენი მოწოდება. ქვეყნის ხვალინდელი დღე და ჩვენი შვილები არიან მომავალი ჩვენი. ისინი ყოველდღიურად გვაკვირდებიან, გვისმენენ, სწავლობენ ჩვენგან. ხშირად ცხოვრების განსხვავებულ გზებს ირჩევენ, მაგრამ მაინც შვილებად რჩებიან. სწორედ მას სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა. მათში უნდა განმტკიცდეს ქრისტეს რწმენა, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციებისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლობის განცდა ერისა და ეკლესიის წინაშე. ეს კი ისევ და ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ისე უნდა ვიცხოვროთ და ვიშრომოთ, რომ მათთვის ღირსეულ მაგალითად ვიქცეთ, რათა მომავალში ერთსულოვანი, მორწმუნე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გამსჭვალული მოქალაქეები ყავდეს ჩვენს ქვეყანას. დიდი მოციქულებრივი და სულიერი მემკვიდრეობის წინ მდგარი, შვილებრივი სიყვარულით ვიყრი მუხს ჩემს წინამორბედ დიდ კათოლიკოს პატრიარქთა ღვაწლის წინაშე და შევთხოვ მათ ნეტარ სულებს, მომცენ ძალა და შეწევნა, რათა მათ მსგავსად, როგორც კეთილმა მწყემსმა შევძლო, სული დავდო ცხოვართა ჩემთათვის და მორჩილად ვზიდო პატრიარქობის მძიმე ჯვარი, როგორც უღელი ტკბილი და ტვირთი მსუბუქი. ამ წუთებში განსაკუთრებით გრძნობ, რაოდენ ეკლიანი და რთული იყო ჩვენი დიდი სულიერი მამის, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მწყემს მთავრობის გზა. როგორც მორჩილ და მოყვარულ შვილებს, გმართებს, მოუფრთხილდეთ მის სულიერ მემკვიდრეობას და გავაგრძელოთ მისი გზა, გზა ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მსახურებისა. დღეს თქვენს წინაშე მდგარი კიდევ ერთხელ ვიხსენებ ჩვენი ეკლესიის და ერის ღვთივკურთხეულ წარსულს.
მის მფარველ წმინდანებს, გმირ წინაპრებს, წმინდა მეფე დედოფლებს და კიდევ უფრო ძალუმად მიპყრობს ჩემი სიმწირის და ადამიანური უძლურების განცდა. შეუძლებელია უფლის განზრახვის ამოცნობა და განგებულების ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე თუ რატომ დაუშვა ღმერთმა, რატომ ინება ასეთი დიდი მადლის და მსახურების ტვირთვა ჩემზე, თუმცა კი გაცნობიერებული მაქვს მისი პატივიც, სიდიადეც და სიმძიმეც. გთხოვთ ილოცეთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს. და ეს სიყვარულით და რწმენით განმტკიცებულნი ერთობით ვადიდებდეთ უფალს და ვიყოთ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს. ამინ. ისტორიული დღე და ახალი ფურცელი ქვეყნის ისტორიაში. ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც აღსაყდრების საზეიმო წირვას ესწრებოდნენ, პატრიარქის ღირსებებზე საუბრობენ. სვეტიცხოველში ხელისუფლების პირველი პირები იმყოფებოდნენ პატრიარქის აღსაყდრებას დაესწრო ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. დღეს მართლაც ისტორიული დღეა, ვულოცავ მას და უსურვებ ბევრ წარმატებას, ჯანმრთელობას, რომ შეძლოს თავისი ამ უდიდესი პასუხისმგებლობით, და დაკისრებული მოვალეებს, რაც ღმერთმა და სინოდის წარმომადგენლებმა დააკისრეს და მართლაც ძალიან რთულია ილია მეორის მერე, უწმინდესობის მერე ამ დიდი ჯვრის, მძიმე ჯვრის ტარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ მისი ეროვნული თვისებებიდან გამომდინარე ის ამას შეძლებს და იქნება გამორჩეული პატრიარქი და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში თავის სახელს, თავის სიტყვას დატოვებს, იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერის და ხალხის კიდევ უფრო გაერთიანებაშიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს. ეს არის ისტორიული დღე, ისტორიული მომენტი, რომელიც იშვიათია ერისთვის და ყველას გვიხარია, რომ ვართ ამ მომენტის მოწმე. მე მინდა უსურვო მის უწმინდესობას და უნიტარესობას, რომ ის საქმე, რომელიც ჩვენმა წმინდა პატრიარქმა ილია მეორემ მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით შეასრულა, ეს საქმე გაეგრძელებინოს. ჩვენ ვართ ბედნიერი, რომ ვართ ილია მეორეს პერიოდში დაბადებული, გაზრდილი, ეკლესიაში ისული ადამიანები, რომელმაც იგრძნო ისულიერი კავშირი, რომელიც ილია მეორემ დაამყარა თითოეულ ქრისტიან ქართველს შორის. და მნიშვნელოვანია ამ ღვაწლის გაგრძელება. საქართველოს პატრიარქი შიო მესამე მილოცვებს იღებს კარდინალ კურტ კოხის ოფიციალური მისალოცი წერილი მიიღო პატრიარქმა ვატიკანიდან. უწმინდესობავ და უნეტარესობავ განსაკუთრებული სიხარულით შევიტყვეთ თქვენი არჩევის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად. მსურს დიკასტერიისა და პირადად ჩემი სახელით გადმოგცეთ გულითადად საუკეთესო სურვილები მაღალი მსახურებისთვის, რომელიც უფალმა, რომელიც მართალთა ნაბიჯებს წარმართავს, თქვენგან გიკუთვნათ. საქართველოს ეკლესიის უძველესი და ბრწყინვალე სულიერი მემკვიდრეობის კვალდაკვალ, რომელიც მრავალი წმინდანის მოწმობითა და ერთგულებით არის გაბრწყინებული და თქვენმა მსახურებამ ხელი შეუწყოს გულითადი მეგობრობის კავშირების განმტკიცებას და ჩვენს ეკლესიებს შორის კიდევ უფრო ძმური დიალოგის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მსახურება გააძლიერებს სიყვარულისა და ერთობის იმ კავშირებს, რომლებიც სულიწმინდის მადლით აერთიანებს იესო ქრისტეს ყველა მორწმუნეს, რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს უფლის მცნება. გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. კათოლიკოს პატრიარქს ულოცავს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელიც.
თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიხარულით გვინდა მოგილოცოთ თქვენი არჩევა მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა და საქართველოს სრულიად კათოლიკოს პატრიარქის უმაღლეს ღირსებაში. ამასთანავე ვევედრებით ჩვენს უფალს იესო ქრისტეს მოგანიჭოთ მრავალი სულიერი წარმატება იმ ახალ მისიაში, რომელიც დაგეკისრათ. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრების სასულიერო პირებისა და მორწმუნეთა სახელით გისურვებთ მრავალწლიან და კურთხეულ მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში. შიო მესამეს პატრიარქად არჩევას ულოცავს ისრაელის საელჩო და ელჩი საქართველოში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ერებსა და ხალხებს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, ვკითხულობთ ბილოცვაში. ქართველი ხალხისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამ მნიშვნელოვან და ისტორიულ მომენტში მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ვუსურვებთ სიბრძნეს, სიმტკიცეს, მშვიდობასა და ნაყოფიერ მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მრევლის წინამძღოლობაში, რწმენით, თანაგრძნობითა და ერთობით. ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, შიო მესამეს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს. შიო მესამეს პატრიარქად არჩევას ულოცავს საქართველოში ევროკავშირის საელჩოც. გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა და სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვინც ერთიანობას ეძებს გაურკვევლობისა და განხეთქილების დროს, წერს ევროკავშირის საელჩო. ევროკავშირი გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო მესამეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად გამორჩევას. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ეროვნული და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად. იმ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოს ძალიან სჭირდება მორალური სიცხადე, შერიგება და იმედი, გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა და სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვინც ერთიანობას ეძებს გაურკვევლობისა და განხეთქილების დროს. პატრიარქსა და ეკლესიაზე შეტევად ფასდება მართველი გუნდის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებები. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ ეს განცხადებები იმ ანტიეროვნული საქმიანობის გაგრძელება, რომელსაც ეს ჯგუფი წლების განმავლობაში ეწევა. ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ამ კამპანიაშია ჩართული, ნიკა ნარსია, მან საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი განცხადება მას შემდეგ შეცვალა, რაც მის ამ სტატუსს საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან. საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში, როგორც ძველ ახალ ცეკას მდივნებს შეღაღადებდნენ, იმის წასვლა თქვენმა მოსვლამ გადამატანინა, ეძღვნება შიო მესამეს. აი თქვენი დედაც რა. კრემლი აგრძელებს თქვენს სულებზე ზრუნვას, არაფრის შეგაშინდეთ. ერთ წუთს თუ ვილაპარაკებთ იმაზე, როგორ უნდა გაერთიანდეს ხალხი და მეორე წუთს ვუპასუხებთ, შევართ ისეთ პოლემიკაში, რომელიც აი ესეთი დღისთვის არ იქნება შესაფერისი. ამიტომ თვითონ გადახედავენ ამ თავის დამოკიდებულებას, შეიძლება გააკრიტიკო პოლიტიკოსი, გააკრიტიკოს სხვა სფერო ნებისმიერი, მაგრამ აქ დღევანდელ დღეს მე მგონი ცოტა ზედმეტი უადგილოა და ამიტომ ამ პოლემიკაში ჩვენ არ უნდა შევიდეთ. ეს არის ანარეკლი იმისა, რაც ხდება ზოგადად ქვეყანაში, როდესაც არის ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც ცდილობს რომ ჩვენი ქვეყანა გადაიყვანოს მისი ისტორიული გზიდან. ეს ისტორიული გზა აისახება როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე სულიერ ცხოვრებაში. ცდილობენ რომ ჩვენ გადავიყვანონ იმ სულიერი მთავარი ხაზიდან, რასაც ქართველი ხალხი საუკუნეებია მოსდევს. ეს არის იგივე სახეები, ვინც ებრძვის სახელმწიფოს, იგივე სახეები ებრძვიან ეკლესიას. ეს არის ერთი და იგივე ბრძოლა, რომელიც გამოუცხადეს საქართველოს მის სახელმწიფოებრივ თუ სულიერ მხარეს, ასე რომ მნიშვნელოვანია, რომ ერიც და ბერიც ვაცნობიერებდეთ თუ რა ბრძოლაში არის საქართველო. საქართველოში გერმანიის ელჩი შალვა პაპუაშვილის გუშინდელ განცხადებას პასუხობს. პეტერ ფიშერი შალვა პაპუაშვილის მიერ სლოვაკეთში გაკეთებულ განცხადებას აზიარებს და ცილის წამება დაფასებს. ამის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ელჩის მხრიდან მტრულ განცხადებებზე საუბარს საჭირო და არ მიიჩნევს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა პეტერ ფიშერი საქართველოს რამდენიმე კვირაში ტოვებს. როგორ არ უნდა შეხვიდეთ ევროკავშირში? ჩადიხართ ევროკავშირის წევრ ერთ სახელმწიფოში და მეორე წევრის ელჩს ცილს სწამებთ. ევროკავშირი თანამშრომლობა და სოლიდარობაა. მაგალითი, გერმანია სლოვაკეთის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია, რაც ინვესტიციებისა და მრეწველობის ცენტრალური ნაწილია. ღრმა ურთიერთდამოკიდებულება სლოვაკეთის ეკონომიკისთვის საყრდენია.
როდესაც ის მისმა სამინისტრომ გაიწვია კონსულტაციებზე ბერლინში, ის დაბრუნდა და დააბრუნეს საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით იმ პირობით, რომ ასეთ თავდასხმებს აღარ ექნებოდა ადგილი. ეს პირობა სამწუხაროდ დარღვეულია როგორც ელჩის მხრიდან, ისე რომ ხედავთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც ამ მხრივ როგორც ჩანს ამ პირობას ვერ იცავს. ის დატოვებს საქართველოს, ჩვენ ვიცით რომ ის აქედან პირდაპირ გადის პენსიაში, რაც კარგია იმ მხრივ რომ ის ვეღარ დააზიანებს ვერცერთ სხვა ერს, როგორც ეს სამწუხაროდ შეძლო ქართულ-გერმანული ურთიერთობების შემთხვევაში. არა მხოლოდ ეს ინტერვიუ ბატონი შალვასი, არამედ რამდენიმე სხვა ინტერვიუს გახსოვთ ალბათ, მათ შორის ჩემი წინა დღეების განმავლობაში, რასაც შემიძლია გითხრათ და ამის მეც ვერ დავამატებ, საკმაოდ პოზიტიური შედეგები მოყვა და გამოხმაურება სხვადასხვა ქვეყნიდან უფრო მძიმე თემებზე. ამიტომ ვიმედოვნოთ, რომ ადეკვატური რეაქციები კვლავ გაგრძელდება იმ განცხადებებზე, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ. აი, როგორ არის ცილის სამება ყოველ ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა. აი, პირველ კურსელი იურისტისთვისაც კი საკმარისია დღეში 1-3 ვენის კონვენციის დარღვევა დაუფიქსიროს. საფრანგეთის პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში წერია, რომ გმობენ საქართველოში ავტორიტარულ გადახრას, აკრიტიკებენ საქართველოში მიღებულ კანონებს და ითხოვენ სანქციებს. სიტყვით გამოსვლისას მომხსენებელმა მიხელ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე ილაპარაკა. სხდომას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილიც. სახელისუფლებო გუნდის წევრების განცხადებით, სამწუხაროა, რომ მსგავს რეზოლუციებში ქართველები იღებენ მონაწილეობას, მათივე თქმით, უარგუმენტო რეზოლუციებს ფასი არ აქვს. Madame la Présidente, Madame la Ministre, Madame la Rapporteure, mes chers collègues. დაწყებულია დევნა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ. ისინი დააკავეს და დააპატიმრეს. სულ ახლა ხან ქალბატონი ელენე ხოშტარია, პროევროპული პარტია დროას ლიდერი. მშვიდობიანი დემონსტრანტების განმეორებითი დაკავებები, მასობრივი ჯარიმები, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის არასათანადო პირობები. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემა უფრო მეტად გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ძალიან გამიკვირდა, რომ საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ გადაწყვიტა მხარი დაეჭირა საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციისთვის. იცით რა ვითარებაა საფრანგეთში? ხალხს გადასახადების ფული არ აქვს. საერთაშორისო სიტუაცია შემაშფოთებელია. ახალი პანდემიის მსგავსი სიტუაციაც გვაქვს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ მოსახლეობას და ამ დროს რაზე ფიქრობს ეროვნული ასამბლეა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციას უყაროს კენჭი. ეს ყოველივე ძალიან უცნაურია. მოგვაგონებს ევროკავშირს. ახლა გვყავს მთავრობა, რომელსაც არ აქვს უმრავლესობა. ძალიან ვამაყობ, რომ პარტია, რომელმაც უარი თქვა ამ რეზოლუციის მხარდაჭერაზე, არის ჩემი პარტია, ანუ მარინ ლეპენის პარტია. ჩვენმა პარტიამ უარი თქვა, რომ ხმა მიეცა ამ რეზოლუციისთვის, რადგან რეალურად ეს რეზოლუცია ევროკავშირისას გავს, რომელთაც მთავრობის შეცვლა სურთ. არც ევროკავშირმა და არც საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ არ უნდა მისცეს ხმა ქართველების ნაცვლად. პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის არჩევანს. თქვენ გაქვთ უმრავლესობა და ევროკავშირმა და საფრანგეთმაც ამ უმრავლესობასთან უნდა ითანამშრომლოს. გაოგნებული ვარ, რომ საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობამ სხვა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ მისცა ხმა. ცხადია, ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. საფრანგეთში ბევრი პრობლემა გვაქვს. საქართველო კი ყველასთვის მეგობრული სახელმწიფოა. როცა დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ აფიქსირებ პოზიციას, ცხადია, ეს არის ჩარევა. წარმოიდგინეთ საქართველოს მთავრობამ რომ მხარი დაუჭიროს რეზოლუციას, რომ ფრანგებმა მაკრონი უნდა გადააყენონ. ცხადია, ეს იქნება ჩარევა და ყველა ფრანგი გაოგნებული იქნება ასეთი რეზოლუციით. ეს არის ცალსახა ჩარევა. ყველა აცნობიერებს, რომ ევროკავშირს და ზოგიერთი ქვეყნის უმრავლესობას საქართველოში მთავრობის შეცვლა სურს. სამწუხაროა ყოველთვის, რომ ქართველი იღებს საქართველოს მიმართ დარტყმებში მონაწილეობას და ქმნიან ამ დასარტყმელად გამზადებულ პროექტებს, რომელიც შემდეგ რეზოლუციების სახეს იღებს ხოლმე და მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ რაც არ უნდა ოპოზიციონერი იყო, რაც არ უნდა არ მოგწონდეს ხელისუფლება, რაც არ უნდა აკრიტიკებდე, არ მიიღო მონაწილეობა. უბრალოდ ჩამოყალიბდეს ნებისმიერი ადამიანი, ოპოზიციონერი, NGO-ს წარმომადგენელი არ შეიძლება მიიღო მონაწილეობა ქვეყნის მიმართ დარტყმებში. 10 რეზოლუცია ვნახეთ კიდევ უფრო მაღალი დონის ტრიბუნიდან და ტრიბუნასთან შექმნილი და ეს რეზოლუციები როგორ გაუფასურდა თქვენ თავად უწყით, ხო? აქედან გამომდინარე რეზოლუციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. როდესაც რეზოლუციებში საქართველოს დასახელებაც კი როგორც სახელმწიფოსთვის კი არ არის ხოლმე სწორად იმდენად
ჩვენთან ეძახიან ხოლმე ამას ტერმინს გამოიყენებენ მიაფუჩეჩეს, ხო გაგიგიათ ესეთ. იმდენად არასერიოზული და იმდენად არასამართლიანი არგუმენტები დგას ხოლმე საფუძვლად და რეზოლუციების უკან თავადვე აუფასურებს ის არგუმენტაცია და ის ფაქტები ბჭყალებში, რა თქმა უნდა, რომელიც მოტანილია ამ რეზოლუციებში. მიხეილ სააკაშვილი ისევ ოპოზიციას აკრიტიკებს და პარტიებს სტრატეგიას უწუნებს. მის ამ დამოკიდებულებას არიზიარებენ ოპოზიციურ ალიანსში. ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ სააკაშვილის კრიტიკის ობიექტი მისივე პარტია ნაციონალური მოძრაობა. ახლა ცალ-ცალკე მოყელყელავე პარტიების და სინამდვილეში Facebook კუტოკების ნაცვლად საჭიროა დეცენტრალიზებული ჰორიზონტალური რადიკალური წინააღმდეგობის მოძრაობა. პირველ რიგში წერს საკუთარ პარტიაზე, რომელიც მას ხავს მოიხსენებათ გასაგებია, რომ გვინდა ცვლილებები, მით უმეტეს საქართველოს პრეზიდენტს 9 წლის განმავლობაში, მაგრამ რეალობა იმგვარია, როგორიც არის და ყველანი ცდილობთ ერთად რომ ყველაფერი გამოგვივიდეს. მე არ ვარ დაბალი წარმოდგენის ქართულ ოპოზიციას. კულმინაციას მიაღწია ნაცმოძრაობაში დაპირისპირებამ და ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ ეშმაკიც კი პიჯვარს იწერს, რომ უმეტო გადამარჩინეო. ეს არის ის ეგრეთ წოდებული ვითომ პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ შექმნიან კოალიციურ მთავრობას და დემოკრატიულად გაუძღვებიან სახელმწიფოს. როცა არაფერი არ გააჩნიათ და არაფრისთვის ერთმანეთს ეჩხუბებიან. როდესაც ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი აცდენილია ეროვნულ გზას, აცდენილია ეკლესიის გზას, აცდენილია ქვეყნის ინტერესების გზას, იქ რა თქმა უნდა ამ ბოროტი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ ამოვა და სწორედ ამას ხედავთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ოპოზიციის ბოროტი თესლიდან სწორედ ეს სიბოროტე აღმოცენდება მხოლოდ. ახლა კი უცხოეთის ახალი ამბები. ბლუმბერგი ევროკავშირში ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ მზარდი უკმაყოფილების შესახებ წერს, რაც ევროკომისიის პრეზიდენტის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციას უკავშირდება. გამოცემის წყაროს ცნობით, ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ უახლოესი გუნდის წევრებს ანდობს. უკმაყოფილება ასევე მზარდია ევროკომისიაში, სადაც ევროკომისრები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას თავს გარიყულად გრძნობენ. ისინი ფონ დერ ლაიენს ახასიათებენ როგორც ადამიანს, რომელიც შეპყრობილია სურვილით ყველა საჩვენოს, რომ მთავარი ფიგურაა. ბლუმბერგი წერს, რომ დაძაბულობა წლების განმავლობაში დაგროვდა და უკვე კონტროლს აღარ ექვემდებარება. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მინისტრთა კაბინეტს განუცხადა, რომ ის გადადგომას არ აპირებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზე უარყოფითად აისახება. მას თანამდებობის დატოვებისკენ თანაგუნდელებმა მოუწოდეს ამ დროისთვის სტარმერის შეცვლის ლეიბორისტული პარტიის 91 დეპუტატი ითხოვს. პროტესტის ნიშნად უკვე გადადგა 2 მინისტრი. თუმცა მინისტრთა კაბინეტში სტარმერს მომხრეებიც ჰყავს, რომლებმაც კაბინეტის ხდომის დასრულების შემდეგ მასთან მუშაობის გაგრძელების სურვილის შესახებ განაცხადეს. პრემიერ-მინისტრს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს. ლეიბორისტულ პარტიას ლიდერის არჩევის ინიცირების პროცედურა აქვს. ეს არ მომხდარა, ამიტომ ჩვენ ყველა გავაგრძელებთ საკუთარი საქმის კეთებას. ვმუშაობთ ქვეყნის წინაშე მდგარი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაზე. კირ სტარმერმა ნამდვილად ძლიერი ლიდერობა გამოავლინა. გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ჩამორჩენის რისკი მაღალია. ამის გამო კანცლერი ამბობს, რომ გერმანიამ თავი ხელში უნდა აიყვანოს სტრუქტურული პრობლემები გადაჭრას და მძლავრი ეკონომიკური რეფორმები განახორციელოს. კანცლერის თქმით, მაღალი ხარჯი და ბიუროკრატია ბიზნესს აზიანებს, საფრთხეს უქმნის სამუშაო ადგილებს და მომავალი თაობის კეთილდღეობას. კორუფციაში ბრალდებული ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები უსაფუძვლოა. ერმაკს ბრალად ედება 460 მილიონი გრივნის გათეთრება, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით კიევის მახლობლად ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში ჩაიდო. უკრაინის ყოფილ მაღალჩინოსანს კორუფციული საქმის გამოძიების დასრულებამდე სასამართლომ უკვე დაუყადაღა მოძრავი და უძრავი ქონება. სასამართლო ერმაკისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას 2 დღეში განიხილავს. ქრონიკა 17-ზე დასრულებულია. რამდენიმე წუთში იმედის ეთერს ნათია სორდია განაგრძობს სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.